და ძალიან დიდი მადლობა ასევე ამ კარგი შესავალისთვის, იმიტომ რომ რაღაცა მთლიანობაში დავინახეთ, ამიტომ შეგვიძლია ახლა რაღაც კონკრეტულ დეტალებზეც რომ დავიდეთ. ელენესაც მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ შრომისთვის, რომელიც შარშანგაძე 2 წლის წინ იყო, არა, ბიენალე არის, ხო, ვენეციის ბიენალეზე მოგვამზადებინა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო კრებული, იმედია რომ გამოქვეყნდება ცოტა ხანში, არის კიდევაც გამოქვეყნებული, ხო? და სხვა შორის ერთი ჩემი შვეიცარიელი კოლეგა დამიკავშირდა და შენახა რომ ის მამუკა გვილავაო იქ რო წერს, ჯერ გამიკვირდა საიდან მოხდა ბიენალეზე და მე გადაამოწმო, ძალიან ბევრი მამუკა გვილავა არ არის, ამიტომ პრინციპში ალბათობა დიდი იყო რომ მე ვიყავ, მაგრამ მაინც მკითხა. ხო, ანუ ეს ის მამუკა გვილავა არის, რომელმაც დაწერა ის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნებულია. დიდი სიამოვნება იყო ამ დოკუმენტზე მუშაობა, უსიამოვნო იყო, რაზეც ვწერდით, მაგრამ კარგია, რომ დოკუმენტირებულია, თუ რამე გვეშლება, შეგვისწორებენ, თუ არ გვეშლება და მე მგონია, რომ დროში ეს შეფასებები რა ალექსანდრ რას თქვენ გააკეთეთ და რაზეც შემდეგ ისაუბრებს ეკონომიკურ საკითხებზე, ასე ვთქვათ, ცოტა დროში მეტად დარჩება. სხვათა შორის ყველა ლინკი, რაც აქ მითითებული მაქვს, შენახული არის archive.org-ში, ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ ეს ლინკები გაიხსნება 20 წლის შემდეგაც და შევხედოთ რას ვფიქრობდით მაშინ, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო და გადავამოწმოთ, როგორც წესი ნახევარწელიწადში ყველა ლინკი იკარგება და ეს ლინკები არ დაიკარგება. რაღაცა დიდ დროზე გვაქვს, ხო, საუბარი 100 წლის წინ იყო ეს ყველაფერი, როდესაც ზახესი აშენდა გოელოროს დიდი პროგრამა რუსეთის ელექტრიფიკაციის, აი ამის გამოხატულება იყო, პირველი ხესი იყო საქართველოში სახესი, სადაც ესეთი ლენინი იდგა, სხვა შორის რო ჩახედავთ ახლა დოკუმენტებს ცოტა უხერხულად წერენ არქიტექტორები, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლენინის ძეგლი, რაც კარგი ლენინის ძეგლი ვერ წარმომიდგენია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობა არის სახესი, რო იცოდეთ, ეს არის ამონაწერი კულტურული მემკვიდრეობის ბარათიდან. ლენინი არ არის საბედნიეროდ მიწერილი, იმიტომ რომ კულტურული ხალხი წერდა ამას, მაგრამ იდგა, არ ვიცი, როდის მოხსენეთ, არ მახსოვს 90-იანებში, კარგა ხანი იდგა. და ხედავთ, ხო, ხელი მაღლა არა გაშოული, ქვემოთა აქ ამ ხეზზე მიგვითითებს. 2022-დან 27 წლამდე შენდებოდა, სხვათა შორის ამის პარალელურად აშენდა რიონ ხესი, რომელმაც უბრალოდ რო გითხრათ, ზუთხის ჰაბიტატების კილომეტრაჟი 300-დან შეამცირა 50-მდე. ანუ ერთი ხელი და სხვა შორის ამაზე წერდნენ, გეზეშეები მაშინ არ იყო, მაგრამ წერდნენ ექსპერტები, სხვა შორის მისი დამპროექტებლებიც კი რომ ზუთხის, ასე ვთქვათ, მოსპობას გამოიწვევს ფაქტიურად. თბილისში ამოდიოდა ზუთხი მინგეჩაურამდე, ამ ხეს ნუ დავაბრალებთ. წარმოგიდგენიათ, ერთმა ჩემმა კოლეგამ რომ მითხრა, არა გარემოს დამცველმა, დავფიქრდი უცბად, რომ რაღაც მტკვარში ზუთხი არ მახსოვს, მაგრამ მტკვარში იყო ზუთხი, თბილისამდე ამოდიოდა. არა მარტო ვოლგაზე იყო და ეხლა სხვა შორის ძალიან სერიოზული ბიზნესია, ნარკოტიკებზე უფრო მეტი მოგება აქვს ზუთხის წარმოებას. ასე რომ იმედია რომ ეს ძეგლი არ იყო კულტურულ მემკვიდრეობას შეტანილი და ამიტომ მოვანგრიეთ, მაგრამ თვითონ ხესი შეიძლება ადვილად ვერ მოვანგრიოთ, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობაა. მაგრამ ეს ყველაფერი იყო 100 წლის წინ უკვე, ხო, 2025 წელი ახლა, ხო, 100 წელი გავიდა. და ის თუ იყო გასაბჭოებამდე ხესების მანია, იმიტომ რომ მარტო იმაზე არ გაჩერდნენ, მოყვა უამრავი, ასე ვთქვათ, დანადგარი. განსაბჭოების შემდეგ ეს მანია გაგრძელდა, ხედავთ, ხო, ენი არის დამატებული და ორ მომენტს მინდა გაუსვა ხაზი. ერთი 2005 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა feasibility study, მეშლება ახლა feasibility study, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის. და თქვენ აქ ხედავს Bankwatch-ის შეფასებას, ხო? დოკუმენტად არ ვარგა, მარტივად რო გითხრათ, მზის ენერგიაზე და ქალის ენერგიაზე ნაკლებია, რომ საქართველოს დაივიწყოს ეს სექტორი. რატომღაც ახლა ქალის და მზის ენერგიას ვაშენებთ, ხო? და შეიძლება ესეთი დოკუმენტი სანდო ჩაითვალოს. ჯერ ეს ერთი სერბეთიდან იყო კონსულტანტი, რომელი მთიანი ქვეყანა არის და რომელი წარმატებული კონსულტანტები ყავთ, ხო? ანუ და სხვათა შორის ხესებზე საუბარი მსოფლიო ბანკისთვის 2005 წლამდე იყო სასირცხვილო. დიდი კაშხლების კომისიაზე მიგითითებდნენ და ეგეთ პროექტს უბრალოდ არ აფინანსებდნენ. და ფაქტიურად აი ამ ესეთი სტადით გახსნეს, ასე ვთქვათ, მანტრა მოხსნეს, სტიგმა მოხსნეს ამ თემას საქართველოში. სხვათა შორის შემდეგ ქალბატონი, რომელიც კოორდინირებას უწევდა ამ პროექტს, გახდა ინფრასტრუქტურის და როგორ იყო მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირველი სამინისტრო, თქვათ, დაგეგმას რო კურირებდა. შემდეგი ციებ-ცხელება ნამდვილი დაიწყო 2008 წელს, როდესაც მომეწონა თქვენი მწვანე ექსტრაქტივიზმი, მაგრამ Greenfield, პირდაპირ წერია დოკუმენტებში, რომ Greenfield
Greenfield-ში development-ი არის სასირცხვილო სიტყვა. ანუ Greenfield-ში development-ი არ უნდა გააკეთო და ამ დოკუმენტში წერენ რომ Greenfield hydropowers უჭერენ მხარს. ინგლისურად რო გადათარგმნა ვიღაცამ, ხო წაიკითხა, ეს ხო მარტო ქართველები ხო არ აკეთებენ ამას, ხო თავის პარტნიორებთან კოორდინაციით აკეთებდნენ და მაინტერესებს უბრალოდ ახალი ქართულად არ არის Greenfield-ი, ამიტომ ახალი წყაროების, მაგრამ Greenfield წყაროების წერია ინგლისურ ვერსიაში ამ დოკუმენტის. და რა თქმა უნდა ამ 2008 წლის დოკუმენტმა ჩართო, ასე ვთქვათ, ღილაკი და გარკვეული პროცესი და დაიწყო უკვე პერსპექტიული პროექტების ჩამონათვალი ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წლის შემდეგ აღარ არსებობს. აი ისმის კითხვა, თუ ჰესები არის პრიორიტეტული დარგი ქვეყნისთვის, ხო? დღესაც ვიცით რომ პრიორიტეტული დარგია, რატომ აღარ არის ენერგეტიკის სამინისტრო? რუსულად ამას ქვია კანცი ვოდუ. ანუ ვერ გაიგებ, პასუხისგებელს ვერ დაადგენთ ეხლა, იმიტომ რომ გეტყვიან რომ სამინისტროც აღარ არსებობს. თუმცა ეს ხალხი ყველა გადაბარგდა ეკონომიკის სამინისტროში და შესაბამის დეპარტამენტებში სხედან, როგორც იტყვიან. და აი ეს მარცხენა მხარეს არის ჩამონათვალი, არ გჭირდებათ წაკითხვა 25-ჯერ 4 გაამრავლეთ 100 პროექტის ჩამონათვალი და ეხლა მინდა განახოთ მემორანდუმები, ეგრეთ წოდებული, რამდენზე გაფორმდა. დათვალეთ, მოასწარით დათვლა, ხო? ანუ ვიღაცები იჯდნენ და ეს არ გეგონოთ მარტივი დოკუმენტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები არის. თუ გვიჩევლებენ არბიტრაჟში, ხელშეკრულება არ ამაქვსო არ გიშველით. მემორანდუმი არის საკმარისი. თუ მემორანდუმზე ხელი გაქვს მოწერილი და დეველოპერმა გააკეთა, რასაც აკეთებდა და შენ მას ჩამოართვი რამე სხვა გააკეთე, ხო? წააგებთ ყველა საერთაშორისო არბიტრაჟს, ბევრი წაგვიგია მართალი გითხრათ სხვა თემებთან დაკავშირებით. რომ დაუბრუნდე ამას მაინც, ხო, 2021 წლიდან ეს მემორანდუმის ჩამონათვალი გაქრა. Archive work-ში გვაქვს დამახსოვრებული, რომ იცოდეს ხელისუფლებამ არ დაგვავიწყდა, რომლები იყო მემორანდუმში დადებული მემორანდუმები მათი ვებგვერდის თვალსაზრისით, ხო? ეს კვლევა გავაკეთეთ 2013-14 წლებში Norsk Energy იყო დამკვეთი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი იყო და 3-4 ქართველი სპეციალისტი მუშაობდით, ძალიან გამოცდილი ნორვეგიელი, მალაიზიელი სპეციალისტი. და გთხოვეს რომ შეგვეფასებინა გეზეშეები 20 გეზეშე ხედავთ ხო ეს სვეტები არის 20 გეზეშე ერთ-ერთი არის ხუდონი ის არ შეგვიფასებია იმიტომ რომ შეფასებას Dutch Commission-ი აკეთებდა გთხოვეს რომ კოდირებ დაგვეკოდა რა კოდირება გაგვეკეთებინა ამ ხესების არ გვესაუბრა რომელს რაზე მოქმედება აქვს რომ ჩვენ არ შექმნოდა პრობლემა ჩვენ მეუბნებით რომ ჩვენ არ გვეშინია კონსულტანტების რომელმაც ეს დოკუმენტები დაწერეს შეგიძლიათ გაასაჯაროთ მაგრამ Norsk Energy-მ გითხრა რომ არა ეს არ გასაჯაროდება საერთოდ დოკუმენტზე გითხრეს რომ თქვენი დაწერილი ანალიზი არ გასაჯაროდება ოფიციალური პასუხი იყო პირველად იყო როცა ხელშეკრულების კონფიდენციალურობის პუნქტი შემეხო ყველა კონტრაქტში წერია ეს და არავის არასოდეს არ გამოუყენებია. ამ შემთხვევაში გითხრეს რომ არ გამოაქვეყნოთ, მაგრამ აი ეს ანალიზი საბედნიეროდ არ შევიდა იმ დოკუმენტში, ამოგვიგდეს და აქ გამოყენებული არის თვითონ Norsk Energy-ის ჩამონათვალი, ხედავთ რომ 90 პარამეტრია ჰორიზონტალზე რაც არის, ხედავთ 4 წრილი არ მეტევა ერთ გვერდზე, 3-ად ამან გაყოფილი, 90 პარამეტრით 20 პროექტი შეფასებული. ფერები არის ნათელი, ხო? წითლად რაც არის ძალიან ცუდი. აი ეს განსაკუთრებული წითელი რო არის, ეს არის სოციალური საკითხები, განსახლება და ასე შემდეგ. დაახლოებით წითლები რო არის მაგალითად ეკოლოგიური ხარჯი და ასე შემდეგ. სპეციალურად ფერები მაქვს შერჩეული, რომ ფერადადაც და შავ-თეთრადაც კარგად ჩანდეს, რა არის თეთრი და რა არის შავი. დრამატული ანალიზი არის ჩემი აზრით და იმ ხესები 20 ხეზე მეტად ბევრად მეტია გაკეთებული, სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ხარისხი არ გაუმჯობესებულა. აგერ არის სანდრა მეხვეწება, ალექსანდრა და ლელა მეხვეწებია, რომ აი ეს რუკა მოგვეცი. და ვერ ვაძლევ, იმიტომ რომ დღეიდან უკვე გაძლევთ მიზეზიც მაქვს რატომ, ხო? იმიტომ რომ ისეთი წყაროებიდან მაქვს შეკრებილი, რომ ვერაფრით ვერ დავადასტურებ, რომ არის სახელმწიფო არ გვაძლევს, რომელი ხესი საჩენდება, ხედავთ, ხო, მაგ არის დაგეგმილი, მიმდინარე, ახლა დაშენებული, არსებული არის მუქი მწვანე, ხედავთ, ხო? აი ენგურხეს ხედავთ, ყველაზე დიდი ის არის ხო და საქმე იმაში არის რომ ერთი არის ნეტგაზეთი მაგალითად წყარო დარწმუნებული ვარ რომ სახელმწიფო წყაროებიდან არის მიღებული მონაცემები ამას უფრო მაგრამ როგორ დავადასტურო ესა ხო მაინც გიზიარებთ აუცილებლად გადავწერ ისეთ ფორმატში და როგორც გნებავთ ისე გამოიყენეთ რატო იმიტომ რომ მივმართეთ სახელმწიფოს და არ მოგვაწოდეს ფორმალურად აი აქამდე ველოდებით ამაზე კიდე ვიტყვი 1-2 სიტყვას ქვემოთ რუკა ჩემზეა რაც შეეხება მაგალითად აქ ხედავთ თქვენ მესტიის მუნიციპალიტეტს. სვანეთში ვინ არის ნამყოფი? ვინ არ არის ნამყოფი სვანეთში?
თქვენ არა ხართ სვანეთში ნამყოფი. მე 3 წლის წინ მოვხვდი, იმიტომ რომ სვანეთში ასვლა თუ კაი მეგობარი არ ყავდა, შეუძლებელი იყო. შეხედეთ, ეს არის ხესების რუკა, იგივე პრინციპია, ხო? მიმდინარე, დაგეგმილი და განხორციელების ქვეშ. განხორციელების ქვეშ არის feasibility study რომ მზადდება და თქვა გეზეშე რომ მზადდება ისიც. ამ რუკის გამო ბატონი რაგვარი ცნობილი სტალინისტი რო არის სვანი გრიშა ონიანი ხელს მაჭრიდა. ხელი უნდა მოეჭრას იმ კაცს, ვინც ეს დახატავდა. ბატონო გრიშა, ნუ მომჭერით ეს ხელი, ჩემი დახატული, უბრალოდ არ გიხატავდნენ მანამდე, ისე როგორც საჭიროა. არ დაგანახეს რამდენი ხესია. მაგრამ ამაზე უარეს არის, რომ ეს მუნიციპალური გეგმიდან არის, რომელიც სამწუხაროდ ჯერ დამტკიცებული არ აქვს სვანეთში, ხო? მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია ციტირება და გავაკეთეთ ძალიან მარტივი ეკონომიკური ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ტურიზმიდან სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში არის უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე ამ ხესებიდან, რომელსაც გეგმავენ. და ზემოქმედება არის ტრაგიკული. ჩემი ხელმძღვანელიც კი კომპანიის, რომელიც არ არის გარემოს დამცველი და სულ მაჩერებს, ხო, იმანაც კი მითხრა, რა ამბავი ეს რა ხდება ამ ხესებზე, რაღაცა მომინახე არგუმენტებიო და ტურიზმი ჯობნის ხესებს, ნამდვილად მესტიაში. ქვეყანამ შემდეგ შეცვალა ეს მემორანდუმების მეთოდი და 2023 წლის თებერვალში გადავიდნენ, მე მგონია USAID-ის პროექტი იყო, რომელმაც ურჩია, რომ ეგრეთ წოდებული ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე, ამას უნდა ჩავხედო. Contract for Difference, CFD. კარგახანი ვარკვევდი რა არის, არ გახლავართ ეკონომისტი, ძალიან მარტივი პრინციპია. თუ ტარიფი არის რაღაცაზე მეტი, ჩვენ უხდით იქით. და თუ პირიქით, თუ ტარიფი არის რაღაცაზე ნაკლები, ისინი გვიხდიან აქეთ. როგორ გონიათ ვინ ვის გადაუხდის? რა თქმა უნდა ჩვენ გადაუხდით. ხვდებით ხო, ანუ ხესის აშენების უფლებას ვაძლევ და ტარიფები ისეა მოწყობილი, რომ ეს მისაღები შეიძლება იყოს ბრიტანეთში, სადაც უნდა რომ ელექტროენერგია აწარმოო. იმიტომ რომ გადაიხდის ბრიტანეთ, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც ოღონდ რამე შემოსავალი ქონდეს ბიუჯეტში, ყველაფერი უნდა მივიღოთ. იქით უხადოთ ხესების პატრონებს, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცა. მაგრამ დიდხანს არ გასვლა ამან. 2023 წლის 2 თებერვალი იყო ძალიან ნიშანდობლივი. სხვა შორის გამოცხადებული ჰქონდათ 10 და 15 არა, 378 ხესი. და აი ესეთი აუქციონი, ეგრე ქვია, ხო, სიმძლავრის აუქციონი, ეგრე ეძახიან, სიმძლავრის აუქციონზე შეარჩიეს 15. ანუ გეგმებში აქვს 378. 26,000 მდინარე არ არის, 300-მდე მდინარეა, სადაც ხესი შეგიძლია ჩადგა. ყველაზე არის დადგმული ფაქტურად ამ გეგმებით, ხო? სხვათა შორის აღარ იძებნება ეს ჩამონათვალი იგივე ვებგვერდზე, რომ შეხვიდეთ დღეს ზუსტად იგივე ლინკზე სულ სხვა რაღაც ადევს. მაგრამ დამახსოვრებული გვაქვს Archive Works-ში გვახსოვს 378 რო იყო გამოცხადებული. ოი, შემეშალა ეს ხედავთ ხო ჩამონათვალს, ხო ეს მარცხნივარი შერჩეულები ეს მინდა გავიმეორო მაინც, ხო ეს კარუსელი მომწონს. უკაცრავად ვერ ხედავთ 378 იყო გამოცხადებული. თვითონ თუთლიან მაინტერესებს. იმიტომაც ვერ გვაწდიან, რას გეგმავენ, იმიტომ რომ ამდენი წერტილი ვერ დაიტანეს უბრალოდ. შემდეგი გახლავთ ხესების ადგილმდებარეობის მიუწვდომლობა, მონაცემების გაზიარება. ეს ძალიან პრინციპული საკითხი გახლავთ გარემოს დამცველებისთვის, იმიტომ რომ თუ სხვა სექტორში არ ვართ ტრანსპარენტულები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ვართ საკმაოდ ტრანსპარენტულები. ევროპული დირექტივასთან ჰარმონიზებული კანონები გვაქვს მიღებული, თითქმის ევროკანონები არის, შეიძლება ითქვას, გარემოზე ზემოქმედება და სტრატეგიული გარემოსდაცვის შემოქმედება და აი ეს გახლავთ მოვითხოვეთ, რომ გამოაქვეყნეთ ხესების ადგილმდებარეობები, რას გეგმავთ და რა გაქვთ, იმისთვის რომ გავიგოთ შეფასება, რომ გავაკეთოთ გარემოზე როგორი იქნება, თქვათ მდინარეების სისტემაზე. და ეს უნდა გამოქვეყნდეს სტრატეგიულ გარემოსდაცვის შეფასებასთან ერთად. თვითონ დოკუმენტს ქვია ინტეგრირებული გეგმა. აქ შემდეგ გვერდზე არის უფრო დეტალურად ენერგეტიკის და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა და ამის სტრატეგიულ გარემოსდაცვის შეფასების დროს უბრალოდ ვალდებული არიან რომ გამოგვიყვეყნონ სად არის ეს ენერგოობიექტები. აქამდე არ გვაწვდიან, მიუხედავად იმისა, რომ მივწერეთ თვეების განმავლობაში ველოდებით, დღეს უკვე გადავიფიქრე, აღარ მოვა მათგან ინფორმაცია, გაწვდით იმას, რაც გვაქვს. შეხედეთ, უბრალოდ მართალი გითხრათ, როგორ არის ქართული სიტყვა არის გამაცოფა, უფრო ზდილობიანს ვფიქრობ, ეხლა გაოცებული დავრჩი, რამდენი ხესი არის უკვე აშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორს უყურებ, შეხედეთ უბრალოდ თქვენს გაოცებული და ენგურის აუზი, ხობის წყალი, სუფსის აუზი, ალაზნის აუზი. ხედავთ, ხო ეს ყვითელი წერტილები ყველა არის უკვე არსებული ხესები. ის რომ არ აშენებენ და ეს არ მიმდინარეობს, დაივიწყეთ, სერიოზული პროცესები არის, მწვანეები არის დაგეგმილი. ეს გახლავთ რიონის აუზი და ეს გახლავთ
მტკვარი აღმოსავლეთ საქართველოშიც კი სადაც იგულისხმება რომ წყალი ცოტა გვაქვს ხო შეხედეთ როგორ არის დახუნცული უბრალოდ არსებულები არის და მოვითხოვეთ რომ ეს მაინც მოგვაწოდეთ ანუ ამ რუკაზე ხო არის დატანილი და რა მოგწეს იცით პასუხად წადით წაიკითხეთ გეზეშეები საჯაროა ყველაფერი და იქიდან ამოკრიფეთ კი მაგრამ რატომ უნდა ამოკრიფო როცა რუკა გამზადებული გაქვს მომაწოდო ერთი იმეილი ჭირდება დღემდე არ გვაწვდიან გპირდებით რომ მოგვაწვდიან იმიტომ რომ არ დავტოვებთ წერტილს სადაც არ მივალთ რომ მაგალითად ენერგოთანამეგობრობას მივმართავთ აგერ გახლავთ ეს ბატონი მარცხენა მხარეს რო არის გვარი რო არ შემეშალოს არტურ ლორკოვსკი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი გახლავთ, ნუ ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციას, ჩვენ ამ ენერგო გაერთიანების წევრები ვართ, ჩამოვიდა და შეხვდა გარემოსდაცვის კომიტეტში ყველა ლიდერს დარგობრივს აქ ეკონომიკის და ასე შემდეგ და როდის ხდება ეს ყველაფერი 27 ივნისს. ხვდებით ხო რომელი პერიოდია? ევროპასთან ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. რებს ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი და ეს ბატონი მობრძანდება და პარლამენტის კომიტეტში ამ ადამიანების საუბრები გახსოვთ აქ სახეებს. ქალბატონი მაია ბითაძე მაგალითად პარლამენტის კომიტეტი 84-დან ერთ-ერთი როგორც იტყვიან ფულს სუნი არა აქვს ხო? ანუ ეთყობა ამაზეა საუბარი. უბრალოდ ვერ ხვდები რაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა კმაყოფილია რომ ენერგეტიკის და კლიმატის გეგმა დაამტკიცა მაპატიეთ შეშლება 27 ივნის დამტკიცდა. ევროპული გეგმა. წარმოგიდგენიათ, პრემიერ-მინისტრი გამოდის და ერთს ლაპარაკობს და იმავე პერიოდში პარლამენტი ამტკიცებს ძალიან მნიშვნელოვან დიდ რთულ დოკუმენტს, რომელიც არ დამტკიცებას არაფერი არ უნდა მილიონი მიზეზი გაქვს. ეს სექტემბერშია შეხვედრა, ცოტა ხნის წინ არის შეხვედრა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ევროპელი ლიდერი დავარქვათ, ხო, დარგობლივი ლიდერი ხდება ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. შემდეგი გახლავთ რომ ახალი მექანიზმი შემოვიღეთ. ანუ ეს გეგმა დავამტკიცეთ 27 ივნისს. მისი სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება არ ვარგა უბრალოდ, მაგრამ უკეთესია ვიდრე გეგმა თვითონ. სეგეში ბევრად უკეთესია ვიდრე გეგმა, მაგრამ სეგეში არ ვარგა. არც ერთ კითხვაზე არ გვიპასუხეს, კოორდინატებიც კი არ მოგვაწოდეს, სად იქნება ეს ხესები. ანუ არაფერი არ ვიცით, უბრალოდ არც ერთი წინადადება არ არის გათვალისწინებული, რატომ არის ის ბატონი კმაყოფილი. საქართველოს ხარისხით არ გააკეთა ესა. გარემოსდაცვითი ხარისხი იქ არ არის, დანარჩენებს მიხედონ ენერგეტიკოსებმა. მე მგონია რომ ენერგეტიკის ხარისხიც არ არის. მაგრამ რა ხდება? გეგმა დავამტკიცეთ და ზუსტად ერთ თვეში ვცვლით მექანიზმს კიდევ ერთხელ პირდაპირი კონტრაქტი ანუ 2022 წლის ბრძანებულება აი CFD-ის სიმძლავრის აუქციონი არც წერია დოკუმენტში აი მხელ 1000 გვერდიან დოკუმენტში ამაზე არაფერი არ წერია და მოდის მინისტრი ახალი რომელიც გახდათ ეკონომიკის მინისტრი უკაცრავად მეშლება გარემოსდაცვის მინისტრი და გახდა ეკონომიკის მინისტრი ბატონი დავითაშვილი და მაშინვე მიიღო პირდაპირი კონტრაქტი და რო აიღოთ განკარგულება დადგენილება მთავრობის 2022 წელს, სადაც სიმძლავრის აუქციონები შემოიღეს. ის რომ დასერჩოთ სიტყვა პირდაპირს ვერ ნახავთ და ახალ ვერსიაში აგვისტოში დამტკიცებული წერია პირდაპირი. ანუ რასაც ბატონი დავითაშვილი მოილაპარაკებს ახლა დეველოპერებთან, ის იქნება შენი აუქციონიც და შენი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან. ვებგვერდზე შეგიძლიათ ახლა შეხვიდეთ, ნახოთ ეს ლამაზი გამოსახულება ქვემოთ. სადაც დაკლიკავთ და ნახავთ ამ ახალ პირდაპირ ასე ვთქვათ მოწევას პირდაპირ ხელშეკრულებების პირდაპირ კონტრაქტის და იქვე ვერ შევიკავე თავი და მსოფლიო ბანკის ასე ვთქვათ საქართველოსი ბიზნესში ძალიან მაგარია და მესამე ადგილზე ვარ მსოფლიოში ის ბანერი რო არ დამეტოვებინა სხვათა შორის მსოფლიო ბანკმა იმ ხელა სკანდალი ჰქონდათ ამ პრიზებზე რა ქვია ეს არა doing business-ზე doing business-ი აღარ ქვია იმიტომ რომ ხელმძღვანელიც კი აღმოჩნდა რომ ზეწოლას ახდენდა შერჩების დროს. ქალბატონი კრისტალინა გეორგიევა ეს ცნობილის არის დაგუგლეთ და ნახავთ. სახელის გამოცვლა მოუწიათ. ჩვენ კიდე მაინც მესამე ადგილზე ვართ მათთან. არც არის ეს გასაკვირი, იმიტომ რომ სოფლიო ბანკი უკვე აფინანსებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. უნდა გითხრათ რომ ვინ აფინანსებს, მე აქ მინდოდა ცოტა გვიანი ვერსია არის. მოდით გადავხდები წინა იმაზე და 4 ქვეყანა მოაწერა მემორანდუმს. საქართველო აზერბაიჯანი დავიწყებ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და კიდე ერთი ევროპული ქვეყანა. შემიძლია რომ შემოგთავაზოთ რომელია? გეკითხებით? უნგრეთი. ანუ თუ კი რამე შეიძლება წარმოიდგინოს რომ ამაში არ უნდა იყოს, უნდა იყოს უნგრეთი. რაღაც მიზეზები არის, მე ვისაუბროთ, ხო, მიზეზი რა შეიძლება იყოს უნგრეთი. უნგრეთი რა შუაშია? მივიდა რუმინეთამდე უკვე ევროკავშირშია, ხო? არა, ბატონმა
ორბანმაც კი მოაწერა ხელი. უკან დგას ქალბატონი ფონ დერ ლაიენი და ბატონი ღარიბაშვილი სტუმრის სტატუსით არის, უნდა გითხრათ. აქ კიდე ახლა გაღიმებულია ხელს ტაშს უკრავს. სხვა შემთხვევებში მოგრძალებულად ის და საუბარი არის მწვანე ენერგიაზე აზერბაიჯანიდან. მითხარით ერთი მწვანე ენერგია აზერბაიჯანში რა არის? სხვა შორის ევრონიუსის ლინკი არის აქა და შეგიძლიათ ნახოთ და თურმე ქალის ელექტროსადგურებს აპირებენ რო ააშენონ. როგორ გონიათ ქალის ელექტროსადგურებზეა თუ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზეა ეს საუბარი? რა თქმა უნდა საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზე. ბატონი ღარიბაშვილი უნდა იყოს მასპინძელი. ამ არგუმენტებით დღევანდელი მდგომარეობით მას შეუძლია პირობები წააყენოს მიგვიღეთ ევროკავშირში თორე კაბელს არ გავატარებთ. იმდენად სტრატეგიული და მნიშვნელოვანია და ამის მაგვირად რებს საუბრობს ეს და მისი თანამორბედი უბრალოდ აღარ გავიმეორებ უხერხულია ამ აუდიტორიასთან. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, რომელიც უკვე აფინანსებს წყალქვეშა კაბელს, რამდენიმე მილიონი დახარჯა ერთმა ქვეყანამ feasibility studies-თვის. აზერბაიჯანის მწვანე ენერგია რომ მიეწოდოს ევროკავშირს, ერთ-ერთმა ქვეყანამ აიღოს ეს მსოფლიო ბანკისგან, რომელია ეს ქვეყანა? საქართველო. იტალიელი კონსულტანტი ჩადის ბაქოში, ჩადის ერევანში, მოლაპარაკებას აწარმოებს მათ ენერგეტიკის მინისტრთან, მათ აწყობ თუ არა, ჩვენ რა შუაში ვართ? თუ ჩვენ ენერგიაზე არ არის საუბარი, ჩვენ 2017 წლიდან ამ feasibility studies რატო ვაკეთებთ? 21 მაისს, ხვდებით ხო, დემონსტრაციებია თბილისში. მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა 35 მილიონი დოლარის ხელშეკრულება და რომელიც არის კვლევები. და სხვათა შორის ხელშეკრულება არ არის ერთ პროექტზე, არის პროგრამაზე. ქართული კანონმდებლობით ეხება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. ეხლა შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ მსოფლიო ბანკს, მათ ინსტრუმენტი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების არ აქვთ. გაიარონ საქართველოს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და შემდეგ დაამტკიცონ ხოლმე ეგეთი პროექტები. და აქვე კი მინდა გითხრათ, რომ ალექსანდრა, დიდი მადლობა, რომ დიდი სურათი დაგვანახეთ, პატარა სურათი შეხედეთ. აი ეს არის მწვანე, არის კორიდორი, სადაც უნდა გაიაროს ერთ-ერთმა ელექტროგადამცემმა ხაზმა. ყვითელი რა არის? ვინ იცის? კოლხეთის ეროვნული პარკი. მის შექმნაში მონაწილეობდი. მსოფლიო ბანკის 3,5 მილიონიანი პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი, არ მკითხოთ როგორ შევქმნით. და ეხლა რო ჩახედოთ ამ დოკუმენტს, წერია რომ დიდი ალბათობით გაივლის ეროვნულ პარკზე. მსოფლიო ბანკმა არის ის რომ ისაფინანსებდა ეროვნულ პარკს. რომ საზღვაო ნაწილში არ უნდა გაიაროს, შეურაცხყოფაც კი არ იყო სკოუპინგის დოკუმენტში. ეს პარკიო, რომელიც იტალიელმა კონსულტანტებმა აი რამდენიმე მილიონით რო დავაფინანსეთ, მათ დაწერეს და გამოქვეყნებული არის, ოღონდ სკოუპინგის პროცედურა დაწყებული არ არის. და წერია რომ ეს პარკი შეიქმნა დელფინებისთვის და ზუთხებისთვისო. ბენთოსისთვის არ შეიქმნა, ამიტომ ბენთოსზე რაც გინდა ისაკეთეო. ანუ ეგეთ არგუმენტებს გამა კონსალტინგის კი არ წერს, უბრალოდ უნდა გითხრათ, ეგეთ უზრდელობას, გარემოსდაცვით, რომ თურმე ზუთხს არ ჭირდება რომ ბენთოსზე რაღაცა იყოს, წარმოუდგენელი უტაქტობა არის. და თვითონ პროექტის აღწერაში, appraisal დოკუმენტში, როგორც იტყვიან, ხო, მათ ენაზე, უბრალოდ წერია რომ შეიძლება გაიაროს. და ეროვნული პარკი სიტყვა კოლხეთი მოხსენიებული არ არის. პროექტს აფინანსებდნენ, დოკუმენტაცია არა აქვთ, გაუგზავნით. ხო, საიდან პრაქტიკულად მთლიანია, იმიტომ რომ აზერბაიჯანზე არ არის საუბარი. როგორ გონიათ, საიდან მოდის ელექტროენერგია? შეხედეთ გრაფიკს. აბა, იდეები. როგორ? არა, რთული, ხო, რომელია, მითხარით, დავასახელოთ. დოკუმენტებში არ წერია. ენგურხესი, რომლის ნახევარი მიდის შავხრელში, აფხაზეთში და იკარგება და მეორე ნახევარი, რომელიც შავხრელში წავა, თქვათ, ხომ, საქართველოში არ დარჩება. რა თქმა უნდა, შესყიდვის უნარი ევროპას უფრო მეტი ექნება და ანუ სინამდვილეში აზერბაიჯანზე კი არ არის საუბარი. მინიმუმ ენგურხესის მეორე ნახევარზე არის, თუ პირველ ნახევარზე არის, როგორ თვლით სავსეა ჭიქა თუ რა ვიცი, მართალი გითხრათ, როცა ამ გრაფიკს უყურებ, ძალიან ცუდ და ალტერნატივები ვერ გვექნება, პარკში უნდა გაიაროს, იმიტომ რომ ენგურხესიდან უნდა წაიღოს საქართველოს ენერგია. ანუ მითხარით უბრალოდ ძველი გამოთქმა იყო, გინდა კოჭლი იყო და ჩემი ვალი გქონდესო, დაახლოებით ეგ არის. წითელი არის კორიდორი, სად გაივლის ელექტროგადამცემი ხაზი. და ხედავთ, ხომ ერთი ვარიანტი არის, რომ პარკზე უნდა გაიაროს მერე. მეორე ვარიანტი ძილობისთვის უხატიათ, რომ
მარჯვნივ უნდა გაიაროს, მაგრამ იქ ვერ გაივლის, იმიტომ რომ ენგურის კანიონი არის, ეგრეთ წოდებული, ენგურის კანიონში ვერანაირ კაბელს ვერ ჩადებენ, იმიტომ რომ უბრალოდ არასტაბილურობას გამოიწვევენ და სერიოზული პრობლემაა. სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ თუ ანაკლიაში არ უნდა ჩავიყვანოთ, სხვაგან უნდა ჩავიყვანოთ, მაგალითად ფოთში ძალიანად შესაძლებელია რომ ეროვნულ პარკში არ გაიაროს, ძალიან ბევრი ადგილია. ასე რომ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი, ნუ ეგონება მსოფლიო ბანკს რომ გადაწყვეტილია ვიკამათებთ ამ თემაზე. ეს არის ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი dreams როგორ არის, ოცნებები, რომლებიც გააჩნიათ ამ დეველოპერებს. მაგრამ ეს დეველოპერები ვინ არიან, წყარო ვინ არის? საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აღარ არსებობს. გარემოს ეროვნული სააგენტო, იმედი მაქვს, რომ ეს მონაცემები მათთან არის. არა მაქვს საბოლოოდ იმედი და ბოლოს არის ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი. გარწმუნებთ, რომ მათ ეს მონაცემები ყველაფერი აქვს. და შეხედეთ, აქ არის პოტენციური ხესები და ხესების პოტენციალი. ანუ ორი აქვს კიდე, ერთი ხო არის კარგი და მეორე კიდე უფრო უკეთესი. ჩემი აზრით არარეალისტური გეგმებია, ესეთ რუკებს არ უნდა აქვეყნოს. სხვა შორის ეხლა ამას ინტერნეტში ვერ ნახავთ, დამახსოვრებულია. ეს არის რო არ გავაგრძელო უბრალოდ რა არის ზემოქმედებები გარემოზე. ანუ გარემოზე ზემოქმედებები არის, მე რო ხა დღეს დავიწყო ორი დღე არ დავამთავრებ საუბარს, მაგრამ მინდა ილუსტრირება უბრალოდ. ეს გახავთ გურია, ეს არის 2011 წლის ივნისის ლანდსატის სურათი, საჯაროა ეს ყველაფერი, ყველამ შეგიძლიათ რომ ნახოთ. ეს არის 2013 წლის ივლისი, კორიდორი ამ ტყეებში გურულები ტყის საჭრელადაც ვერ დადიოდნენ. ეხლა გაქვთ 5 კილომეტრიანი, ახლა ხედავთ ხომ 5 კილომეტრიანი 300 მეტრის სიგანის კორიდორი გაჭრილი, სადაც ჩადებული არის მილი და გზები და ასე შემდეგ. და როცა ეს სურათი იყო უკვე დამდგარი, ეს ხესი ამ ხესის გეზეშე გაუქმდა, იმიტომ რომ დაინგრა თვითონ ხესი. მეწყერი ჩამოვიდა და ეძებდნენ მწვანე ალტერნატივას ბრალიაო იძახდნენ ბოლოს, იმიტომ რომ იმან თქვა რომ ჩამოვა მეწყერიო. და როდესაც პირველი გეზეშე იყო, რომელიც დაიწურა სამინისტრომ და გეზეშეს ახალს შედარებით უკეთესად დაწერილს გამა კონსალტინგის მიერ, რომ იხილავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო სახეზე და ერთი ხის მოჭრაც კი არ არის ნახსენები გეზეშეში. ანუ თუ ამ ხელატყე გავკაფეთ და აფიქსირე მაინც მდგომარეობა და მერე წერე შენი გეზეშე, ხო? არა, ესეც კი არ არის გაკეთებული. ეს როგორ გამოიყურება წყალსაცავი, მაგალითად ლაჯანურის უნიკალური წყალსაცავის, უნიკალური ჰიდროენერგეტიკული ნაგებობა, ეს უბრალოდ ნანახი მაქვს, ფიზიკურად დაცლილი წყალსაცავი, ეს უნდა ნახოთ. მე ხო უბრალოდ ერთ სურათს გაჩვენებთ იმისთვის, თუ რა გარკვეული წარმოდგენა რო შეგექმნათ, რა არის წყლის ქვემოთ. ეს არის სედიმენტებით სავსე კილომეტრები უბრალოდ, მარტივად რო გითხრათ. აქეთ არის პირველი ახალი მანია რო დაიწყო ხესების, ხადორის ხეს, უბრალოდ ხო, ხადორი ერქვა. ხადორი ერქვა, უბრალოდ არ ერქვა რომ ხადორი ერთია, იმიტომ რომ მე ორიც აშენდა და მესამესაც აპირებენ. მაშინ არ თქვეს რომ მეორე და მესამესაც აპირებენ. ეკუთვნის მარცხენა თუ ეკუთვნის ენერგოპროდს, ჩეხურ დეველოპერს, ხომ, შეისყიდა მან არსებული ხესი, მარჯვენა ეკუთვნის ჩინეთს ახლა და ეს არის მდინარე როგორ გამოიყურება სამყურის წყალი და ეს არის ზუსტად ქვემოთ რო ჩავიხედეთ როგორ გამოიყურება. ამ მდინარეში ერთი წმეთი წყალი არ არის დარჩენილი. ზრდილობისთვის მაინც შეეძლოთ რაღაცა რომ დაეტოვებინათ, მაგრამ არა, სრულად უნდათ რომ ამოდიხდონ. გარემოს დაცვაზე აღარ შეგაწყენ თავს, უბრალოდ მინდა რომ რამოდენიმე ეკონომიკური მოყვარულის დონეზე რო გითხრათ, იმიტომ რომ პროფესიულად მე მოისმენთ ამ ეკონომიკურ ანალიზს. შეხედეთ, ეს არის თესეუს სპეციალისტის მიერ ქალბატონი თამარ ხარძიანი გაანალიზებული 2021-23 წლის სამოქმედო გეგმა კლიმატის ცვლილების. რო შეხედოთ ამ დიაგრამას, თქვენ ხედავთ რომ 70% მოდის ენერგეტიკაზე და აწერია ინვესტიცია. ყველა ის ინვესტიცია არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული. EBRD, IBRD, იცით EBRD და IBRD რა არის? EBRD არის Europe და IBRD არის მსოფლიო ბანკი. EIB ევროპის და ADB. კიდე სხვებიც არის და დაახლოებით იგივე ჟღერადობა აქვს ამ ბანკებს. ისინი აფინანსებენ კერძო სექტორს, მაგრამ მათი ფული არ გახლავთ კერძო, მათი ფული არის საჯარო. ევროპის და ამერიკის გადასახადის გადამხდელების. და ხედავთ რომ ინვესტიციების 70% მოდის ენერგეტიკაზე, ყველა ეს არის გარანტირებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, იმიტომ რომ კერძო სექტორს EBRD ვერ მიდის, თუ ფინანსთა მინისტრმა არ მოაწერა ხელი და არ დამტკიცა ხელშეკრულება, ხო? მაგრამ თუ წარმატებული იქნება კერძო იხერებს და თუ წარუმატებლები იქნება, მე და თქვენ გადავიხდით ამ ვალებს.
და ხედავთ კიდე კრედიტებით არის ტრანსპორტი ძირითადად. ეს გახლავთ მაგალითად თბილისში რომ ლამაზი ავტობუსები დადის. მშვენიერი პროექტია, მომხრევა რომ კრედიტები ამაში მივიღოთ, მაგრამ თუ ხესებში დახარჯავენ, ამაში არა ვართ მომხრე რომ მივიღოთ. ხედავთ ტრანსპორტი და ენერგეტიკა მხოლოდ და დანარჩენი პატარ-პატარა გრანტები არის ნოლი. თქვენ ხედავთ ხო რა პატარა წვლილი აქვს ყველაფერს ამას. ჩემი აზრით ტრაგიკული სურათი არის, ანუ ჩვენ ვალებს გვაძლევენ იმაში რომ კერძო სექტორმა გაიტანოს ჩვენი რესურსები და ჩვენ გვრჩება არაფერი. კიდევ ერთი ანალიზი რო დარწმუნეთ, უბრალოდ აღარ შეგაწყენთ ამას თავს, იმის რა ქვია, დარიალხესი ცოტა ხანში გადაიხდის თავის ვალს მომავალ წელს მთლიანად და წელიწადში ექნება 40-50 მილიონი ლარი შემოსავალი სუფთა. ეს გააკეთა 7-8 წელიწადში. ძალიან კარგი იქნებოდა რომ ეს სახელმწიფო იყოს და სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდეს ეს 40 მილიონი. და მთლიანად რო გითხრათ, რიცხვები ეს არის ბოლო ანგარიში ჩვენი მთავრობის 3.4 მეგავატს გეგმავენ, ანუ 3.4 გიგავატს. ეს ნიშნავს დღეში დაახლოებით $3 მილიონ შემოსავალს, წელიწადში $1 მილიონ შემოსავალს უბრალოდ არ გჭირდება დიდი ეკონომისტი რო იყოს, რომ მშვენიერი ფისკალური ეფექტი ექნებოდა ეს ყველაფერი რო ჩვენთან მოდიოდეს. თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ იმ პირობებით, როგორც არის, აი იმ სხვადასხვა მეთოდებით, რაც უკვე არის, ჩვენ ვიქნებით ზუსტად ისე, როგორც 60 გულდენად ინდიელებისგან შეიძინეს მანჰეტენი. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ რასაც ახლა ინდიელები აკეთებენ, შლიან ხესებს. მათ თავისი გზა გაიარეს 300 გულდენად უკვე გაყიდეს. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ, მათ მაგალითზე უნდა ვისწავლოთ. შეგიძლიათ ისე ამოვნოთ ამ კადრებით, ბოლოში პრეზენტაციებს იმედია გადავცემ ჩვენს მონაწილეებს და ბოლომდე დაელოდეთ უბრალოდ როგორ თავისუფლდება მდინარე. თუ კი ამერიკაში შლიან ხესებს, მე არ ვიცი უბრალოდ ვერ ხედავ მიზეზებს, ჩვენ რატო უნდა ჩავსვათ მარწუხებში ჩვენი მდინარეები. მადლობა.